იცი რამდენად პატარა ხარ სინამდვილეში? ერთი მტრის მარცვალი. გალაქტიკაში სადაც 200 მილიარდი ვარსკვლავია და ახლა წარმოედგინე, ეს მხოლოდ ერთი გალაქტიკაა. გაიხედე ზეცაში. ის რაც იქ ჩანს, სინამდვილეში აღარ არსებობს. ყველა ვარსკვლავი, რომელსაც ახლა უყურებ, შეიძლება უკვე მკვდარია, რადგან სინათლე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მილიონობით წლის წინანდელია. ჩვენ ვხედავთ წარსულს და ამას რეალობას ვეძახით. ჩვენ კი აქ ვართ, პატარა ცისფერი წერტილი უსასრულობაში. და ვცდილობთ გავიგოთ, საიდან მოვედით და რა იმალება იქ ზემოთ, რადგან ყველა პასუხის მიღმა ახალი იდუმალება იწყება. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მყოფებით ფუმფულას არხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არ მოიწყენ. მით უმეტეს როგორ უნდა მოიწყნო, როცა ასეთ საინტერესო ფაქტზე გვაქვს საუბარი. მე დღეს მოგიყვებით საინტერესო ფაქტებს კოსმოსის შესახებ, რომლებიც აქამდე შეიძლება არც კი გსმენია. ფაქტი ნომერი 1. აპოლოს ასტრონავტების მიერ დატოვებული ნაფეხური მთვარეზე მინიმუმ 100 მილიონი წლის განმავლობაში დარჩება. კი, არ მოგესმით, 100 მილიონი წლის განმავლობაში. სანამ ავხსნი იმას, თუ რატომ არ გაქრება 100 მილიონი წლის განმავლობაში ეს ნაფეხური, მოდი უშუალოდ პატარა შესავალი გავუკეთოთ და ავხსნათ, ვინ იყვნენ ეს ასტრონავტები და რა იყო ზოგადად აპოლო 11. აპოლო 11 იყო პირველი პილოტიზირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მიზანი იყო მთვარეზე დაждომა. მანამდე იყო აპოლოს მიმართ რამოდენიმე მცდელობები, თუმცა ისინი კრახით დამთავრდა. ამ მისიაში შედიოდა 3 ეკიპაჟის წევრი, რომელთა მეთაური იყო ნილ ამსტრონგი. გარდა იმისა, რომ ეს იყო უდიდესი მიღწევა ამერიკისათვის, ასევე დაფიქსირდა შიდა რეკორდი. 600 მილიონი ადამიანი უყურებდა ამ რაკეტის აფრენის კადრებს, რაც იმ დროისათვის რეკორდად ჩაითვალა. ხოლო ნიქსონი, ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი პრეზიდენტი, ამ ყველაფერს თეთრი სახლიდან ადევნებდა თვალს. 12, 11, 10, 32 minutes past the hour. Lift off on Apollo 11. Plus 30 seconds. ახლა უშუალოდ გადავიდეთ იმ ფაქტზე, თუ რატომ არ გაქრება 100 მილიონი წელი ეს ნაფეხური. საინტერესო ის არის, რომ მთვარეზე არც ქარიქრის და არც წყალი მოედინება. შესაბამისად, აპოლოს ასტრონავტების მიერ დატოვებული ნაფეხურების ეროზიაც არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოწყობილებები და ნაფეხურები, რომლებიც ასტრონავტებმა მთვარეზე დატოვეს, კიდევ მრავალი მილიონი წლის განმავლობაში იქნება ისევი. ანუ გამოდის, რომ დღეს თუ ვინმე ჩავა მთვარეზე, თავისუფლად შეუძლია ნახოს ნაფეხურებიც და ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც იქ დატოვეს ასტრონავტებმა. ამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო ფაქტია და ძალიან mind-blow არის, მაგრამ კიდევ უფრო mind-blow მომენტი არის თუ გეტყვით, რომ მზის სისტემის მასის 99% თავად მზე წარმოადგენს. ჩვენი მზე იმდენად მკვრივია, რომ მზის სისტემაში არსებული მასის 99% მასს ეკუთვნის. სწორედ ამ მასის საშუალებით იჭერს ის გარშემო პლანეტებს. ჩვენი მზე არის G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი. მაგრამ ჩდება კითხვა, რა ჯანდაბა G-ტიპის მთავარი ვარსკვლავი? G-ტიპის ვარსკვლავები არის, რომელსაც აქვთ ყვითელი შეფერილობა და გამოყოფენ ჰელიუმს. შესაბამისად, მზის მახასიათებელიც არის სწორედ ეს, რომ წყალბადს გარდაქმნის ჰელიუმად. დაახლოებით ყოველ წამში მზე 600 მილიონ ტონა წყალბადს წვავს და გარდაქმნის ჰელიუმად, რა დროსაც 4 მილიონი მატერია გარდაიქმნება ენერგიად. მზე ბოლომდე ყვითელი არ არის, მზე მეტიც უფრო მეტად თეთრია ვიდრე ყვითელი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მას ყვითლად აღვიქვავთ, არის ისევ და ისევ ჩვენი ატმოსფერო, რომელიც ამ თეთრ ფერს გარდაქმნის ყვითლად და ჩვენი თვალებისთვის მზე ყვითელია. ალბათ ყველას გსმენიათ სამყაროს აღსასრულის შესახებ. ზოგისთვის ეს არის ზომბი აპოკალიფსი, ზოგისთვის ეს არის უზარმაზარი ცუნამის ტალღები, ზოგისთვის ეს არის დამანგრეველი მიწისძვრა, მაგრამ იფიქრია თუ არა იმაზე, რომ სამყაროს აღსასრული ყველაზე რეალურად მაშინ იქნება, როდესაც მზე ჩაქრება. და როდის ჩაქრება მზე? სინამდვილეში მზე მილიარდობით წლის შემდეგ ამოწურავს თავის რესურსს. და როდესაც ის თავის რესურსს ამოწურავს, ის კიდევ უფრო გიგანტური წითელი ბურთი გახდება, რომელიც დედამიწას გადასანსლავს. მაგრამ არ ინერვიულოთ, მინიმუმ 5 მილიარდი წელი ეს არ მოხდება. დამეთანხმებით საოცარია გალაქტიკა. კიდევ უფრო საოცარი იქნება თუ კი გეტყვით, რომ კოსმოსში თუ ჩვენ ორი მეტალის ნივთს ერთმანეთს შევახებთ, ისინი სამუდამოდ გაერთიანდებიან. მეცნიერები და ექსპერტები ამას ცივ შედუღებას უწოდებენ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც კოსმოსში
ორი მეტალის ნივთი ერთმანეთს ეხება, ატომებს არ აქვთ არანაირი გზა, რომლითაც შეიძლება გაირჩეს, რომ ეს ატომები სხვადასხვა ნივთიერებებს მიეკუთვნებიან. ისინი ერთმანეთს ეკვრიან და შეუძლებელია მათი განცალკევება. ძალიან საინტერესო იქნებოდა მსგავსი რამ დედამიწაზეც რომ ხდებოდეს, თუმცა დედამიწაზე ეს შეუძლებელია, რადგან ნივთებს შორის ყოველთვის არსებობს ატმოსფერო, რომელიც მათ მიკვლრის საშუალებას არ აძლევს. ისე დამიწერე კომენტარებში, შენ რაში გამოიყენებდი ამ ფაქტ დედამიწაზე რომ შეიძლებოდეს. როგორც იცი, დედამიწის გარდა კიდევ რამოდენიმე პლანეტა არსებობს ჩვენს მზის სისტემაში, მათ შორის ერთ-ერთი არის ვენერა. და რატომ ახსენე ახლა უბრალოდ ვენერა? ვენერა არის პლანეტა, სადაც ერთი დღე უფრო დიდხანს გრძელდება ვიდრე დედამიწაზე ერთი წელი. კი, არ მოგესმათ, ვენერას ერთი დღე უფრო დიდია ვიდრე დედამიწაზე გატარებული ერთი წელი. ანუ წარმოგიდგენიათ თქვენ რომ ახლა ვენერაზე იმოგზაუროთ და იქ დარჩეთ 10 დღე, გამოდის რომ დედამიწაზე გავა 10 წელი. ანუ თქვენ როდესაც უკან დაბრუნდებით, თქვენი მეგობრები თქვენზე 10 წელი დიდები იქნებიან. ეს მოვლენა კი იმით აიხსნება, რომ ვენერა თავისი ღერძის გარშემო ძალიან ნელა ბრუნავს. კონკრეტულად ისე ნელა ბრუნავს, რომ დედამიწის დროით თუ განსაზღვრავთ 253 დღე სჭირდება ერთი ბრუნის შესასრულებლად. ის იმდენად ნელა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, რომ უფრო ჩქარე ბრუნს აკეთებს მზის გარშემო ვიდრე საკუთარი ღერძის გარშემო. შესადარებლად მას სჭირდება 226 დღე იმისათვის, რომ მზეს დაარტყას ერთი წრე, მაგრამ საკუთარი ღერძის გარშემო სჭირდება 253 დღე. საკმაოდ დიდუმალებით აღსავსე პლანეტაა ვენერა. მით უმეტეს კიდევ თუ გეტყვით, რომ ვენერაზე მზე წელიწადში მხოლოდ ორჯერ ამოდის, კი არ მოგესმათ, ვენერაზე მზის ამოსვლებს შორის დედამიწაზე 117 დღე გადის. ანუ 117 დღეში ერთხელ ამოდის მზე ვენერაზე. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ფაქტი ვენერაზე ის არის, რომ ვენერა საათის ისრის საპირისპიროდ ბრუნავს. შესაბამისად გამოდის, რომ მზე ვენერაზე დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის. მოდი ახლა უფრო განვაზოგადოთ თემა და შევეხოთ ზოგადად კოსმოსს. თუ იცით, რომ კოსმოსში აბსოლუტური სიჩუმეა. კოსმოსში არ არსებობს ხმა. და ამას განპირობებს ის, რომ კოსმოსში არ არსებობს არანაირი ნაწილაკები. დედამიწაზე ჩვენ რო ხმები გვესმის, არის ნაწილაკების დამსახურება, რომლებთაც გადააქვთ ბგერები. მაგრამ თუ დედამიწაზე გაქრება ეს ნაწილაკები, ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურ სიჩუმეს, მსგავსად კოსმოსისა. როგორც იცით, კოსმოსში არ არსებობს არაფერი, არანაირი ნაწილაკი, შესაბამისად არ არსებობს ხმა. უბრალოდ არ არსებობს არანაირი დანადგარი, არანაირი მოწყობილობა, რომელიც კოსმოსში ხმას გამოსცემს. წარმოგიდგენთ, რამდენად იდუმალი ადგილია უსასრულობა და უსასრულო სიჩუმე. ჩემთვის ეს ძალიან საშიშად გამოიყურება. და ბოლოს დავასრულებ ერთი კიდევ ძალიან საინტერესო ფაქტით. ხო წარმოგიდგენთ 21 საუკუნეში ცივილიზაცია რა დონეზეა განვითარებული. ხალხი კოსმოსში მიფრინავს, არსებობს უკვე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საოცრებებს აკეთებს, მაგრამ ჯერ კიდევ აცობრებამ არ იცის სამყაროში რამდენი ვარსკვლავი არსებობს. დაახლოებით შესაძლებელია ამ ციფრის გამოთვლა, თუ კი ჩვენ ავდგებით და ჩვენ galaktikაში დავითვლით ვარსკვლავების რაოდენობას და შემდეგ გავამრავლებთ galaktikებზე, მაგრამ ეს ციფრი არ იქნება ზუსტი, ეს იქნება მიახლოებით. ავსტრალიის ერთ-ერთმა სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა და მათ სცადეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და გადაწყვიტეს, რომ დაეთვალათ ვარსკვლავები. და მათ მიიღეს ციფრი, რომელიც არის 70 სექსტილიონი. ანუ ისინი ამტკიცებენ, რომ თლიან სამყაროში არის 70 სექსტილიონი ვარსკვლავი. თქვენთვის რომ უფრო შთამბეჭდავი და მისახვედრი იყოს, სექსტილიონი არის რიცხვი, აი ხო არის მილიონი 6 ნოლით. სექსტილიონი არის რიცხვი, რომელსაც გააჩნია 21 ნოლი. ანუ ხო ხვდებით, რამხელა ციფრზე არის საუბარი. ამ გასაოცარი ფაქტების შემდეგ დამიწერე კომენტარებში გჯერა თუ არა იმის, რომ არსებობენ უცხო პლანეტები და გჯერათ იმის თუ არა, რომ არ ვართ მარტოები. მე კი მანამდე ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რომ ჩვენი პლანეტა, ირმის ნახტოვი, მეტსახელად რძის გზა, არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა galaktika, რომელიც ასაკიც არის დაახლოებით 13.6 მილიარდი წელი, ძალიან ცოტა სხვა galaktikებთან შედარებით. და თუ ჩვენ გადავხედავთ 21 საუკუნის განვითარებას, იმ ტემპს და იმ შედეგებს, რაც მეცნიერებს აქვთ, წარმოგიდგენიათ თუ კი არსებობს სიცოცხლე სხვა galaktikებზე, რა დონეზე იქნება განვითარებული მათი კაცობრიობა? მე ამის წარმოდგენა მაშინებს. მადლობა რომ დარჩით და უყურეთ ამ ვიდეოს. თქვენ იმყოფებოდით ფუმფულას არხზე, თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. შემდეგ შეხვედრამდე.